მე ნათია ვარ ჯანმრთელი ჯანსაღი მარადიული სული. ეხლა ადამიანებს უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ მარადიული ენერგიები. მე ახსენი ფიქრი, ემოციები და ლოცვაზე მინდა კიდევ ვილაპარაკო. ადამიანი კაის ფიქრობს, კაი ენერგიებშია, კაი ვიბრაციებშია, ცუც ფიქრობს ადამიანი იძაბება, ითრგუნება, გიჟდება, გადადის ჩხუბის ხასიათზე და ასე შემდეგ, ხო? ჩვენს ბიოსისტემას აქვს, ასე ვთქვათ, თავისთავად იმისთვის არსებობს, რომელიც მუშაობს სიგნალებით, ნეირონებით, ნეიროსეტებით და მიკრო-მაკრო ელემენტებით, რომ ასე ვთქვათ, ადამიანმა რა ქვია, შეიცნოს სამყარო, ნივთი, ან ცეცხლი, ან ქარი, ან წვიმა, ან ცივი, ან ცხელი და ასე ვთქვათ, ევოლუცია გაიცადა ჩვენმა ფიზიკურმა ორგანიზმმა, ხო? ხო და ასე ვთქვათ, გავხდით ნიჭიერები, ხო, ასე ვთქვათ და მაინც გვავიწყდება ადამიანს, რომ მარტო გონება ასაზნანია კი არა ვართ, ჩვენ ვართ ენერგიები და შეგვიძლია ადამიანებმა შევცვალოთ ფიქრის ძალით შევცვალოთ ჩვენი შინაგანი პროგრამები, გარეგანი პროგრამები, სამყაროს პროგრამები და ასე შემდეგ. ამას ეძახიან კარმიჩესკიური უზრების მოშორებას. აი ეს არის ზუსტად კარმიჩესკიური უზრების მოშორება. ეხლა ადამიანი სულ რომ დაიბღვიროს, იჩხუბოს, იმან ესე და მიქნა და ამან ესე მიქნა და იმან შეურაცხყოფა მომაყენა და ამან დამცინა და იმან დამცინა და ამან ესე გამქურდა და ისა, უფრო იძაბება ადამიანი და უფრო შედის, ასე ვთქვათ, კალისო სასარულო სცენარებში, რასაც ეძახიან ზერკალურ მატრიც მასკარადულ კალისო სასარულო სცენა იმებს, რა ქვია, ლაბირინთებს, ხო? ამიტომ ამ ლაბირინთებიდან უნდა გამოვიდეს ადამიანმა, გაინთავისუფლოს საზნანია პირველ რიგში, მერე თავისუფლდება უკვე ადამიანის ნერვები, სული, იხსნება ბლოკები და უნდა გადავიდეს ადამიანი იმ временные წარმოსახვით ლინიებზე, временные წარმოსახვით სცენარებში, временные წარმოსახვით, ასე ვთქვათ, ვარიანტებში, სადაც ხო, კაი, ესე შევწდი, ესე ეს იყო უკვე ეს წარსულია, მიმიტებებია, მომიტებებია, გადასვიდანია, ყველაფერი იცვლება ჩემთვის სასიკეთოდ, წარსულზე აღარ ვფიქრობ, აღარ ვჯავრობ, ეს დისტრუქციული რაღაცეები, მტრების ბოროტის აქციელები მინდია ვიშიე სვეტრიეს სირებისათვის და ისინი გარშიან ადამიანს ჩემზე უკეთესად. всё. დადგება ადამიანი, ცოტა მსუბუქდება ადამიანი, ტვირთი ეხსნება ადამიანს და მიდის უკვე სულიერი ევოლუციებისაკენ მაღდება ადამიანი. ეს არის მადლობა, მოტივება და მონანიება და ასე ვთქვათ, უბრალოდ არც მიუტევოვა, თუ გინდა ადამიანს, უბრალოდ აღარ იფიქრო იმ ადამიანზე, всё, მტრებზე რასაფიქრობ 24 საათი არ ეს იმას ესე მოუვიდეს, ესე დაემართოს, ეს რატო იძაბები აი ამ დროს? ეს არის ეშმაკური დამანგრეველი ძალა, სატანური დამანგრეველი ძალა, ანტიხრისტული დამანგრეველი ძალა არის აი ზუსტად ეს. და დაძაბულ მდგომარეობაში ცხოვრობს ადამიანი და იბლოკავს, ასე ვთქვათ, სულიერ ენერგიებს. სულიერი ენერგიები ძალიან ბევრნაირი არის. ვასხადაში, ვისხადაში პატოკები არის, კოსმოპატოკები არის, გაიას პატოკები არის, ბუნების პატოკები არის და ძალიან ბევრი ენერგიები არის ადამიანის სულისათვის საჭირო ენერგიები, ძალიან ბევრი ენერგიები არის. ასევე კაი ადამიანს დაელაპარაკები, კაი ენერგიებია, ცუდ ადამიანს დაელაპარაკები, ვირუსული ენერგიები არის და ვამპირული ენერგიები არის. ხო, ხანდახან ზომბირდება ადამიანი, მეც მოსულია ეხლა დავზომბირებულ ვარ ხანდახან და მერე მოვდივარ სახლში და ვლოცულობ, რომ უფალო მომაშორე, ზომბები, ვამპირები, დისტრუქციული პროგრამები, ვირუსები და რაღაცეები. ეხლა ავიწყდება ადამიანს, რომ არის ენერგია.
ფიქრი არის ენერგია. თითოეული სიტყვა ეხლა მე რო ვლაპარაკობ და რაღაცას რო ხსნი მატერიალური გაგებით ხო, ზუკაკოდორი გაგებით, ეხლა თქვენ ვერ გაიგებთ რომ ზუკაკოდორი ლალაკუშკები დავიწყო აქ და ჩვეულებრივი ქართული ლაპარაკით რომ ვლაპარაკობ, ეს არის ფიქრის ძალა, სიტყვის ძალა, თითოეულ სიტყვას აქვს თავისი ძალა. ეხლა მე მთელი დღე რო დავიწყო ბოდიში ამ სიტყვაზე და ჩვენ გაშორს უფალმა გვაშოროს ყველას და განუნდეს გაბათილდეს დავიწყო წევლა ის ამოწყდეს ბევრი ფული აქვს ის ესეთია ის ისათია შინაური ჩემი ესექნა ამოწყდეს და წევლა რო დავიწყო ხო მეც ვიბდი ბოდიში და ეს რასაც ესეთი ენერგიები ნახევარი ადამიანში რჩება. იმიტომ რომ ადამიანი არის ოპერატორი და ასტვენიკი. თითოეული ადამიანი არის სამა ავტორი, სამა ოპერატორი, სამა ატსტვენიკი. კაი სიტყვის ადამიანი, კაი ოპერატორი, კაი ვიბრაციებზე, კაი ასტვენიკია, მერე პასუხი რომ მოსთხოვო სულიერმა სამყარომ რომ აბა შენ ამას ესე წევლიდი, ესე უკენი ცხოვრება აურიე, გზაკვალი აურიე თუ რაღაცა ხო თითოეული ადამიანი თავის აქციებზე თვითონ აგებს პასუხს. მერე იტყვის ადამიანი არ დამარა სულიერ სამყაროში და ასტრალურ სამყაროში და კოსმოს სამყაროში რა ქვია ყველაფერი ინფორმაცია რჩება და დაუმალავია ინფორმაცია საერთოდ საიდან მაგალითად რაღაცა დავზომბირდი ხო მაინტერესებს მაგალითად საიდან ვისგან მე ეხლა ვერ იმას ვქენი ვერ მივხვდი რისგან დავზომბირდი ხო მაგრამ მე შევედი მედიტაციაში დავწყნარდი დავლაგდი მაგალითად და ასე ვთქვათ ველაპარაკები ჩემს სულს ჩემს ღმერთო დამანახე ის ადამიანი ვინც ასე ვთქვათ მაზომბირებს მავამპირებს დისტანციონა და დაუშვათ ადამიანი ამ დროს ნახავს სიზმარს ან ამ დროს რაღაცა გაახსენდება მოვიდა ინფორმაცია აი ეს რა ქვია მატრიცაში ეს ბიოპოლს ესმის ჩვენი ასე ვთქვათ ლაპარაკი იმიტომ ანათქვამი კედლებსაც ყურები აქო კაი ენერგიები ასე ვთქვათ კედლებშიც აჯდება ცუდი ენერგიები კედლებშიცა და შუშებშიც აჯდება და რკინებშიცა და მანქანებშიც აჯდება ცუდი ენერგიებიცა და კაი ენერგიებიც ხო ხო და ენერგიები და სულიერი ასე ვთქვათ ის რა ქვია კარები არ სჭირდება ამ ენერგიები მოძრაობენ სინათლის სიჩქარის და მიხედვით და ელექტრო ვიბრაციების და მიხედვით და ყველა ენერგია არის თავისებური ინფორმაციის მატარებელი მე ჩემ ენერგიას ქვია ნათიას სხვა ნათიას ენერგიას ქვია სხვა ნათიას ენერგია ყველა ნათიას ენერგია განსხვავებულია მე ამაზე ვილაპარაკე კიდე სახელებისა და გვარებისა და სიცხლის ნათესავების ენერგიები ეს ყველაფერი სხვადასხვა არის და სხვადასხვა უროვნები აქვს ამას სხვადასხვა იერარქიები აქვს და სხვადასხვა ვიბრაციები აქვს ხო ამ დროს ადამიანი იძაბება ამიტომ უნდა ვიცოდეთ ის რომ ეს ჩვენი ბიოლოგიური ბიოსისტემა რომელიც შედგება სისხლისაგან წყლისაგან და ნერვებისაგან და ასე ვთქვათ კუნთებისაგან და ტვინისაგან არის ენერგოინფორმაციის მატარებელი მე ახლა თავში მომივიდა რაღაცა აზრი ეს რაღაცა აზრი ვლაპარაკობ ხო ეს რაღაცა აზრი უკვე ჩემს ბიოპოლში ტრიალებს მე ახლა ვიღაცა ადამიანზე რაღაცა ვთქვი რაღაცა ვილაპარაკე, კაია ჩემი ენერგიებსაც კარგად მოქმედებს, ცუდი ვილაპარაკე, ცუდია ჩემი ენერგიები დაიძაბა, იმიტომ რომ ამ რა ქვია კაი ინფორმაციის ან ცუდი ინფორმაციის, კაი ენერგიების ან ცუდი ენერგიების ტრანსლატორი, ოპერატორი ვარ მე და ასტვენიკი ვარ მე.
აი ეს მინდოდა მე თქვა, კაი საქციელს ჩაიდენს ადამიანი, თუ კაი საქციელს არ ჩაიდენს, ნეიტრალურად გრანიცების დაცვით იყოს, ცუდ საქციელის ჩადენას ხო საერთოდ არ არის კაი. და ბლატაობა, სიბოროტეები, ერთმანეთზე დაცვენ, აი თქვენს ენერგიას, თქვენს ყურადღებას რაზე ფანდავთ, ლოცვაზე ფანდავთ, რო უფალო მოგვიტევე შეგვიწყალე გაგვანთავისუფლე ბლოკების ამა ბლოკებისაგან და ლოცვაში თუ უის მსუქანია ხახახა ხუხუხუ იმას და იქი დასცინიან ერთმანეთზე ჭორაობენ ეს ესეთია ის ისეთია სეთია და ყველა თავის თავს ასე ვთქვათ ეჯიბრება ვიღაცებს ხო აი ადამიანი ენერგიებს ამაზე კარგავს და ყველაზე კაია და ყველა სული ყველა კარგია ღმერთისთვის და ადამიანმა უნდა იცოდეს ღმერთის დაფასება და თავის სულს წეს პატივი ჯერ არ აქვს ფიზიკურ და მატერიალურს მნიშვნელობა იმიტომ რომ სულიერ სამყაროში ეს მატერიალური ყველაფერი არის დროებითი ხო მერე ენერგიებზე და კიდე რა მინდოდა მე თქვა რომ ხო ენერგიების გამოცნობა უნდა იცოდეს ადამიანმა ეს ვილაპარაკე წეღანაც და ასე ვთქვათ ყველა მე მაგალითად დავუშვათ გარეთ ვარ ხო და რაღაცა ხაოსშია ვარ და რაღაცა ასე ვთქვათ მაგალითად ხან კაი მესმის ხან ცუდი მესმის ხან ჩხუბი მესმის ხან იქით ვიღაცა ღრიალებს ხან მე მიღრიალებ უკვე ხან სხვა ღრიალებს ხან ერთმანეთში ვლაპარაკობთ რაღაცა მე ვცდილობ რომ ეს ცუდი ენერგიები ასე ვთქვათ გავანეიტრალო ან არ უსმინო იმიტომ რომ ინფორმაციის მატარებელია ყველა აი მუსიკაც კიდე ინფორმაციის მატარებელია ენერგიების მატარებელია მუსიკაში ჩადებული თითოეული სიტყვა იქ დოლის ზუკაკოდი, გარმონის ზუკაკოდია, თუ იქ პიანინოს ზუკაკოდია, თუ იქ გიტარის ზუკაკოდია. ეს არის თითოეული ვიბრაცია, თითოეული დორემიფასოლასი, თითოეული ეს არის ვიბრაცია და თითოეული ენერგია ყველაფერი. ჯერ ეს გარეთ ჯდომისას ეს ბენზინი, მაზუთი, ტურტყლი, რაღაცა ეს ჭუჭყი, მიკრო-მაკრო დისტრუქციული ენერგიები, ვირუსები, როგორ უნდა მოიშოროს ადამიანმა, როგორ და ფიზიკურად დაიბანოს. წყლის ძალით ჩაირეცხოს ყველაფერი ცუდი, წავიდეს, მომშორდეს, მომცირდეს. ილოცოს ადამიანმა სანთელიანთოს პირველ რიგში ყველა ოთახში, სადაც არის ადამიანი, დადოს რკინის ჭიქები, ან ბანკის ჭიქები და ბანკის ჭიქები შუშის ჭიქებზე ოდნა მარილი ჩაყარო შიგნით და მარილებზე ან თუ სანთელი მერე გადაყაროს ეს შუშის ჭიქები, მარილის ჭიქები ახალი დაალაგოს, როცა ძალიან ასე ვთქვათ ერთ კვირაში გამოცვალოს ან 5 დღეში გამოცვალოს და ასე ვთქვათ ადამიანმა ენერგიები დაუთმოს თავის ფიზიკურ, სულიერ, გონებრივ, ინფორმაციულ გაწმენდას და ეს არის ენერგოინფორმაციული გაწმენდები ქვია ამას. ჩვენ სულს თუ არ დავეხმარეთ, ჩვენი სული ყველანაირად გვეხმარება ადამიანებს, რომ რაღაცა მივაღწიოთ, რაღაცა გავაკეთოთ, რაღაცა ვიმუშაოთ, რაღაცა ასე ვთქვათ იმას ვქნათ რა ქვია შევიძინოთ, შვილები გავზარდოთ რაღაცა, მაგრამ ჩვენც უნდა დავეხმაროთ ჩვენ სულს და ასე ვთქვათ, ასე თუ ისე ბევრი სიტყვა ბილწაობებას ვერიდოთ, ბევრ ცოდვას ვერიდოთ, ბევრ ჭორაობას ვერიდოთ, ბევრ დისტრუქციას შევეცადოთ რაღაცა ლოცვით მაინც დავეხმაროთ ჩვენ სულს, რომ ასე ვთქვათ გაიწმინდოს ბიოვერი ბიოპოლი. ხო და მერე რა ქვია გვეშველება ალბათ და ალბათ წავალთ 64-ში.
ხო, მე ბევრი დისტრუქციებისა კი არა, რიტუალების არ ამჯერა და მე მჯერა უკვე ენერგო ინფორმაციული რაღაცების, ენერგო ინფორმაციული მთავარია ენერგო ინფორმაციული გაწმენდა მოხდეს ადამიანის ენერგიები არ დაკარგოს ადამიანმა ტყუილად, უბრალოდ ლაზღანდარობაში, ჭორაობაში და ასე შემდეგ. ეხლა სამსახურში რომ არის ადამიანი და სადაც არ არის ადამიანი და სადაც არის ადამიანი, მე ქუჩაშიც კიდე რომ დავდივარ, ან როცნობა ამღეღინებ რაღაცა და ვარიდებ თავს დისტრუქციულ ინფოპაკეტებს, დისტრუქციულ ხმაურს, დისტრუქციულ სხვების ლაპარაკს, სხვების აზრებს, იმიტომ რომ ის ჩემი არ არის. ის ყველა თითოეული ადამიანი სხვისი აზრები, თავისი აზრების, ასე ვთქვათ, ასტვენიკია, ტრანსლატორია, მე სხვისი ტრანსლაციები არ ამჭირდება. მე სხვისი დისტრუქციული ტრანსლაციები არ ამჭირდება. მით უმეტეს დისტრუქციული ტრანსლაციები, როცა კაის არაფერს არ ამბობენ. და რა ქვია, არ ვიცი, აი როგორ აგიხსნათ ეხლა, რომ ხუმრობას გააჩნია და სულ სხვებზე რო ცინის ადამიანი, ეგ ხუმრობა არ არის. ხუმრობასაც თავისი გრანიცები აქვს. იმ ხუმრობის ასტვენიკიც პირადად ადამიანი პასუხს აგებს, ხუმრობასაც გააჩნია. როგორ ხუმრობს ადამიანი, ლაპარაკსაც გააჩნია, ვიზე როგორ ასლაპარაკობს ადამიანი, ლოცვასაც გააჩნია, მეტყველებასაც გააჩნია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთოდ შინაგან ფიქრებს, აზრებს, შინაგან მეტყველებას და საერთოდ გარეთაც კიდე ყველა ადამიანთან მე მაგალითად ვცდილობ დისტანციურად გრანიცების დაცვის ვცდილობიანად დაველაპარაკო ადამიანს. მე გამორჩეულად ყველა მიყვარს, არავინ არ არის ჩემთვის ცუდი, კარგი, რაღაცა ვისთანაც ურთიერთობა მაქვს. ვისთანაც არ მინდა ურთიერთობა მქონდეს, იმათთან მე არ მაქვს არანაირი ურთიერთობა. საერთოდ. არ მაინტერესებს რა ჩემი საქმეა, რა იმის საქმეა. всё, ეხლა ქმარი ცოლს ეყრება, ცოლი ქმარს ეყრება და იმათ აღარ აინტერესებთ ერთმანეთი და ეხლა მე ქუჩაში და ან სამსახურში, ან გარეთ, ან მეზობლად, რატო უნდა მაინტერესებდეს ზედმეტად ვიღაცა? არ მაინტერესებს, всё. მე ვარ ჩემი თავის პასუხისმგებელი და ყველა იყოს თავისი თავის პასუხისმგებელი. ხო, თანამდებობაზე როზის ადამიანი თავის პასუხისმგებელია იმ თანამდებობას როგორ გამოიყენებს. კარგად გამოიყენებს თუ ცუდად გამოიყენებს. მე ამაზეც მინდა ვილაპარაკო. ეგრეგერი არის ბევრნაირი კოლექტიური საზნანია არსებობს. არის სახელმწიფო კოლექტიური საზნანია, სოციალური კოლექტიური საზნანია, ნაციური კოლექტიური საზნანია, კუთხური კოლექტიური საზნანია, რადაოვი კოლექტიური საზნანია და კერძო პირადული კოლექტიური საზნანია, ოჯახური კოლექტიური საზნანია. არის სუბიექტური კოლექტიური საზნანია, რომელსაც ქმნით ადამიანები, პერსონალები და არის ობიექტური კოლექტიური საზნანია, რომელსაც ქმნის რაღაცა პროფესია. მაგალითად, ექიმების პროფესია, მაგალითად მათემატიკოსების პროფესია, ხიმიკოსების პროფესია და ეს არის ობიექტური მაღაზია, მაგალითად რა არის მაღაზია, არის ობიექტური პროფესია. გამყიდვლები სუბიექტები თამაშობენ ამ სცენარებს, გაყიდვის მენეჯრობისა და დისტრიბუციის სცენარებს, ხო? ელემენტარული რომ ავიღოთ. ხო, ეხლა ენერგიებს რაც გააჩნია და პროფესიებს რაც გააჩნია, კიდე ეხლა უნდა კიდე ახსნა ეს და გავარკვიო ხალხი ამაზე, რომ
სადაც არ უნდა მუშაობდეს ადამიანი, უნდა ილოცოს, უპარო მომიტევი შემიწყალი, მაშორე ცუდი და ასე ვთქვათ, მომაშორე, ასე ვთქვათ, დესტრუქციული მიკრო-მაკრო ავადობა, ვირუსები, ვამპირები და დესტრუქციული ენერგიები. ეხლა მაღაზიაც არ არის, მაგალითად, სუფთა, ბევრი მაღაზია არ არის სუფთა, იმიტომ რომ მაღაზიაში ზიან მარტო და ერთმანეთზე ჭორაობენ, ან სხვაზე ჭორაობენ, ან სხვას უყურებენ პირში, ან ვიღაცას მიშტერებიან, ან რაღაცას არც ერთი ადამიანი მაღაზიაში არ ზის და არ ლოცულობს, რომ ღერთო რაღაცა და რა ვიცი, არც არის ობიექტები, სადაც მარტო ასე ვთქვათ, თავიანთ ფუნქციას ასრულებენ რა, დგენან და იყურებიან, ან იცინიან, ან ლაპარაკობენ და ასე ვთქვათ, არ საერთოდ ბიოველ ბიოპოლს რა ესმის? ესმის ბიოველ ბიოპოლს ჩვენი ლოცვის ხმა, ხო? თუ არ ლოცულობს ადამიანი და თუ არ ითხოვს ადამიანი, არაფერს ბიოველ ბიოპოლს რა ესმის? უაზრო სიცირის ხმა, უაზრო წუწუნის ხმა, უაზრო იმიჭირს, დავიღალე, ესე იყო, ისე იყო, ესე იყო, ხო, დაიღალე ეს ბიოველი ბიოპოლი, ხო, ეხლა დაგროვდა ამ ბიოველ ბიოპოლში დესტრუქციული ენერგიები. ეს დესტრუქციული ენერგიები სად მიდის? სად მიდის ეს დესტრუქციული ენერგიები და ისევ იმ სახელმწიფოში, ისევ იმ სოციუმში, ნაციაში, კუთხეებში, ოჯახებში, ისევ იმ კერძო პირებში, საერთო ობიექტებში თუ კერძო ობიექტებში, სადაც არსებობს პირადი ადამიანი. სადაც არსებობს პირადად ადამიანი. ხო, ეხლა რა ქვია? აი ეს არის, რომ ენერგიების გამოცნობა უნდა ვიცოდეთ ადამიანმა და უნდა იცოდეს ადამიანმა რაღაცით თავი დაიცვას, თავის დაცვა თუ არ იცის ადამიანმა. შეუძლია ღმერთს, ანგელებს, არხანგელებს მიმართოს უფალო, ღმერთო, ანგელებო, არხანგელებო, იესო ქრისტე, წმინდანებო, ქეროფიმებო, სერაფიმებო, წმინდა, რა ვიცი, რისიც წამს ადამიანი, მუსლიმანია თუ ბუდისტია თუ ქრისტიანია თუ რაც არის, შეუძლია ადამიანმა ასე ვთქვათ, მიმართოს თავის ვიშიესვეტრიე კურატორებს, ვიშიესვეტრიე სირებს, რომ დამიფარეთ, მომაშორეთ ცუდი, გამინათეთ გზები და ამაზე ძალიან ბევრი ლოცვები არის. შეუძლია წაიკითხოს ლოცვები, ილოცოს, გააკეთოს ზაშიტები, რომ მე ვუგზალა ყველა ნეგატორებს, დისტრუქტორებს, ჩემზე ნეგატორობას, დისტრუქტორობას, всё, ყველაზე კაი მოკლე ლოცვა ეს არის. მადლობა ღმერთს, მადლობა აქაურობას, მადლობა ჩემს ახკარს, მადლობა კოსმოსს, მადლობა გაიას, მადლობა წყლის ძალას, ჰაერის ძალას, ცეცხლის ძალას, მიწის ძალას. მადლობა ჩემს სიცხოს, მადლობა ჩემს როდს და როდის ძალა არის, კოსმოროდი არის და ზიმნოი როდს ეძახიან წინაპრებს, წინაპრების ეგრეგერი სხვა არის. წინაპრების ეგრეგერი სხვა არის და ანუ სისხლის ფიზიკური, ბიორობოტული როდს ეძახიან წინაპრების როდს და სულიერ კოსმოროდს ეძახიან კოსმოროდს. ხო, აი ესეთი ახსნა განმარტებები არის. იგივე არის ეხლა ეს რა ქვია იმიტომ არის ადამიანი, მაგალითად, მე ერთ ადგილზე მივდივარ, წყნარდები, მეორე ადგილიდან გადავდივარ, სხვა ადგილზე მივდივარ, გიჟდები, ცუდი ენერგიებია იმ ადგილზე და გადმომედო ეს ინფოპაკეტური ვირუსები. ხო, ყველაზე კაი არის ადამიანი ბაღში, სადმე პარკში დაჯდეს, იმიტომ რომ ხეებს აქვს ძალიან დიდი მიზიდულობა, განზიდულობა და ენერგიების ჩანაცვლება, მის ძალა, ტრანსფორმაციის ძალა, ენერგიების ტრანსფორმაციის ძალა ხეებს ადვილად შეუძლია დესტრუქციული ენერგიების საზნაკა მინუს, ასე ვთქვათ, გადაატრანსფორმიროს
საზნაკა მინუს, ანუ ბათირდება დისტრუქციული ენერგიები და ხეებს აქვთ ძალიან ხეები, მცენარეები, ყვავილები, აი ესეთ რაღაცა მცენარეებს თავისებური ენერგიები აქვთ საერთოდ კაი ენერგიები პლუსი გააკეთოს. კაი ენერგიებით პლუსი გააკეთოს. და ცუდი ენერგიები მინუსად გადააქციოს ნაბნულ ენი გასაუქმებლად. ხო, ბაღში ჯდომა კაია 1.5 საათი, ბაღზე გავლა კაია 1.5 საათი, ზღვა კაია, მდინარე კაია და ასე ვთქვათ, ადამიანმა ცოტა უნდა გაისეირნოს, გამოისეირნოს და ასე ვთქვათ, რომ ნეგატივები მოიშოროს და დისტრუქციები რომ მოიშოროს. იმიტომ რომ ინფოპაკეტებით დისტრუქციული ნეგატიური ინფოპაკეტებით უფრო ავადდება ადამიანი, ვიდრე აი ჭუჭყით რა. ლაფში რო ჩაჯდეს ადამიანი, ლაფი უფრო ის არის გაასუფთავებს ადამიანს და არაფერი არ დაემართება და აი ეს დისტრუქციული ინფორმაციებს, სადაც ხაოსია, სადაც ტრიგერებია, ყველა თავიანთ ტრიგერებშია, ყველა თავიანთ ვირტუალებშია, ყველა თავიანთ მორაკებშია, ასე ვთქვათ, ეს მორაკებითა და ამორაკებით ზერკალური ლაბირინთებით იხსნება კიდე ეს ჩაკრული ზერკალური ლაბირინთები ცალკე ეს პროგრამული ზერკალური ლაბირინთებიც, აი ამით უფრო ვირუსდება ადამიანი. ვიდრე ის რო აი ლაფიან ტროტუარზე რო იაროს, ამით უფრო ითენთება ორგანიზმი, მშვიდდება, რომ ესა რაღაცა, ვიდრე აი ეს ამას იწევს ხალხი თვითონ, ხალხი. კაი პროგრამებს, კაი აურას, ცუდ პროგრამებს, ცუდ აურას იწევს თვითონ ხალხი. ხო, თორემ ბუნება ისედაც ტრანსფორმირდება. ბუნებას და გაიას ჩვენ ვერ შევეჯიბრებით. ბუნება ტრანსფორმირდება. ცხოველებს თვითონ აქვთ იმის უნარი, რომ გაჯანსაღდნენ და გაჯამრთელდნენ და ბევრი ცხოველი კი ბერდება, ძაღლიც ბერდება, კატაც ბერდება და ჩიტიც ბერდება, მაგრამ ცხოველებს უფრო აქვთ გამოჯანსაღების უნარი და ცხოველებს საერთოდ არ აინტერესებს არც გინება, არც რა ქვია დისტრუქციული პროგრამები, არც წყევლა, არც ჯადოები, არც მადოები, ვაფშე არ აინტერესებს ცხოველებს. უბრალოდ არის ავი ძაღლი, ან კაი ძაღლი, ან ცუდი ძაღლი, ან კაი ძაღლი, ან ჩიტები ჭიკჭიკებენ, ან ავი ჩიტია, ან კაი ჩიტია, ან ავი მამალია, ან კაი მამალია, ან ავი ძროხა, ან კაი ძროხა. всё, ეს ხასიათები აქვს ცხოველებს, იმათ არ აინტერესებთ რა ქვია და ცხოველები არის პლაზმოიდური სოშისტოები, ეს პლაზმოიდური სოშისტოები არიან გაიას ბუნების სამყაროს შვილები. ბუნების სამყაროს შვილები, ეს გაია თვითონ მერე ეს ცხოველები რო გარდაიცვლებიან, გაია თვითონ გაუშვებს თავიანთ ასტრალებში, სადაც არიან იხმირი, მირენია თავიანთ მირებში და თავიანთ იზმირენიებში. ხო, ამაზე ფიქრობს გაია და გაიას ადგილობრივი დედამიწის ბიოველი ბიოპოლების ადგილობრივი კეთილი სულები. თუ კეთილი საზოგადოება ცხოვრობს, იქ არის კეთილი სულები. თუ ბოროტის საზოგადოება ცხოვრობს, იქ არის ბოროტის სულები. და გველაძუები, თუ ლოთები ცხოვრობენ, იქ არის ლოთები, ლავრები და კუბები, ინკუბები და სოკუბები. ხო, აი ამას უნდა ერიდოს ადამიანმა რა ენერგიაზეც არის ადამიანი, იმ ისეთი უროვნების, ისეთი ენერგიების სულები ტრიალებენ იმ ადგილზე, სადაც არის ადამიანი და რა ენერგიებზეც არის ადამიანი. თუ სვავს და ლოთებშია, ესე იგი ავსულებშია. იქ
მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მე წავსვავ ხოლმე ხანდახან დაბადების დღეზე, იმაზე, მაგრამ ამას ყველაფერს თავისი წესჩვეულება აქვს. მაგრამ თუ კაი ადგილზე ადამიანი, კაი სულებშია, კაი აურაშია. ეხლა ჩვენ ფიზიკურად გვიყვარს ეს დალევა. ფიზიკურად გვიყვარს ეს დალევა, ვითომ რაღაცაა, მაგრამ სულს ეს დალევა საერთოდ არ აინტერესებს. და ამ დალევის დროს იხსნება ძალიან ბევრი ასტრალური, რა ქვია, პარტალები და ადამიანი, ასე ვთქვათ, გონებრივად გადადის სხვა временные ლინიების დარღვევა ხდება. აი ამ დალევის დროს, როდესაც ვითენთებით თუ რაღაცა, ვითიშებით ჩვენი მომენტის ძესისი ჩას, რომ ძესისი ჩას მომენტე და ხან აი временные ლინიების დარღვევა ხდება აქ და ადამიანი ხდება, ასე ვთქვათ, აი ითრგუნება მერე ითრგუნება და ასე ვთქვათ, ადამიანის ფსიქიკის დარღვევა ხდება. ადამიანის временные ლინიების გონებრივი სენსორების დარღვევა ხდება კიდე აი ეს თავში ჩარტყმებით, გათიშვებით, კანტოზიებითა და რაღაცეებით. მერე ადამიანს ელანდება სხვა გიპნოზებში კი არა, იმას ეძახიან ამას კანტუზიებს, სხვადასხვა იმეებში ან ქმარს ელაპარაკება ელანდება, ან ძველ ცხოვრებას აყვება, ან წინა ცხოვრებას აყვება, ან სადღაც მიდის გონია რომ ის არის და ესე ერთიორჯერ მეც დავემართა, რა ქვია, გათიშული რაღაცა მომავალზე ვლაპარაკობდი თუ რაღაცა, ბევრს შეუძლია ეს ხდება ადამიანი временные ლინიებიდან წარსულში ხან მომა ესე სჭირთ ლოთებსაც ელანდებათ, ხან ომში არიან, ხან იქ არიან, ხან ძმაკაცი, ხან ცოლი ელანდებათ, რა ვიცი, ესეთი რაღაცეები ხდება, ამიტომ დალევაც არ შეიძლება და დალევის დროსაც გამოიყოფა ისეთი ენერგიები, რითაც ასე ვთქვა თავის სულების მიზიდვა ხდება. ეხლა მე არ მომახდებიან ასწერი ავისულები, ვინც ბევრს სვავენ, აი იმათმა უნდა იფიქრონ ის, რომ აღარ დალიონ. ხო, მარტო დალევა არა, კიდე ბევრი ნიუანსები არის. სიტყვა არის ბილწაონ, შეეცადონ კაიაურა დააყენონ თავიანთ სახში, არის ბლატაონ, არის პრიკაზაონ, შეეცადონ რომ სხვის გრანიცებსაც პატივისცენ, სხვის ნებასაც პატივისცენ და იქნება ურთიერთგაგება, ურთიერთპატივისცემა, გინდა სახში, გინდა სამსახურში და იქნება კაი აურა. და ენერგიების გამოცნობა უნდა იცოდეს ადამიანმა და თავი უნდა გაიწმინდოს ადამიანმა თავისი ენერგიებით, ვიცხადაში პატოგებით. ეს მინდოდა მე თქვა, ეხლა ეს არის ენერგიები და რა ვიცი, რაღაცას პასუხი გავეცი, არ ვიცი რომელ შეკითხვას პასუხი გავეცი და გავეცი პასუხი.